კომფორტული ავტომობილი, აი, მე არ ვიცი, ესეთი კომფორტული ავტომობილი Mercedes-იც მყავს, Maybach-იც მყავს, Range Rover-იც მყავს. აი, ყველა მანქანაა, ხო? და ყველა ახლები 9 მანქანა აყენია გარაჟში. მაგრამ ეს მე ამით დავდივარ, იმიტომ რომ აი, მანქანა მიყვარს, აი მართლა მიყვარს, იმიტომ რომ იმდენად კომფორტულია, რომ აი მინუსი არ აქვს. მანქანა აი ავიღოთ არ მინდა სახელი დავასახელო, ჩვენმა მეგობარმა გამოიყვანა ერთ-ერთი ცენტრიდან $200,000 გადაიხადა და აუ ბიჭო მაგარი ბიჭი ვარო და ბაკურიანში წავიდა, მოვიდა და ტვინი აერიაო, კომპიუტერსო ტვინი აერიაო და ჩხუბია, კივილია, წივილია, იმ კაცმა უთხრა ცენტრის მეპატრონემ ჩქარა გივლიაო, ბიჭო მანქანას 300 აქვს, სიჩქარე და ჩქარა უნდა იაროს, რა შუაშია, პადნოშკა არ გამოდის. ისო თოვლი მოხდება, ბიჭო ხან თოვლი მოხდება, ხან წვიმა მოხდება, ხან ტალახი მოხდება. $200,000 მანქანა შეიძლება ეს პადნოშკა გაუფიშტეს 3 დღეში. აი ეს არის ავტომობილი, რომელსაც აი მე არ ვიცი. აი ხო ამით დავდივარ, ეგერ დგას ჩემი ავტომობილი, ხო? არის აი მე არ ვიცი. აი არის საუკეთესო. არც დიდია გოგოებო, არც პატარაა. ბატონო გელა, რამის არის თქვენ ეს ავტომობილი წაგარჩა ფაქტურად, მე რასაც ხედავ. ვიც მოდის? ყველა იძახის ეს არ მინდაო, ეს მინდაო. ვიც მოდის მართლა, ყველა იმიტომ რომ ეს რატო არის წინგა? პირველი შენ გაუკეთე რეკლამა. შენ გაუკეთე რეკლამა. აი შეხედეთ ჯეტურები. აი უყურეთ. აი რამდენი ჯეტური დგას, ხო? აქ არის სხვადასხვა აი სხვადასხვა მონაცემებით და აი ნახეთ მოგზანდით რაც მარიამ ბებიაშენმა რო გასწავლა ხო იცი ბებია ჩემი უნდა გაგაცნოთ ბებიაშენმა რო თქვა ხო გახსოვს რაც იცი საქმე უნდა აკეთო ნამდვილად და უნდა გიყვარდეს რასაც აკეთებ და მე როგორ ვარ იცი ვინც არ უნდა გავხდე ხო მაინც მანქანას რეკლამას უკეთებდი იქნება და მაინც ავტომობილთან მექნება ჩემი ცხოვრება დაკავშირებული რა არ შემომთავაზეს სად არ შემომთავაზეს მაგრამ ჯო ეს არის ჩემი საქმე არ გადავხდები სანამ გადავხდები უნდა იცოდე რომ გადავხდები და თუ არ იცი რომ გადავხდები ჩავარდები შუა ადგილზე და რომ ჩავარდები მე ტირი ხარ და მე არაფერი არ შველის გაიგე